ამბავი, რომელსაც ახლა მოგიყვებით, ბევრს აქამდე არც გისმენია და ალბათ თავად ხვიჩა კვარაცხელიამაც არ იცის. რა არის ეს საინტერესო დამთხოვა თუ მისტიური ფაქტი? როგორც იცით, რამდენიმე დღის წინ ხვიჩამ დაასრულა ნეაპოლური ოდისეა და თავგადასავლების საძიებლად ფრანგთა მთავარ ქალაქს მიაშორა. ამ ამბავმა მოიარა მთელი სოფლიო, ისაუბრეს ამ ტრანსფერზე, თუმცა ბევრს გამორჩა მხედველობიდან, რომ სიტყვა პარიზის წარმოშობის რამდენიმე ვერსიიდან ორი ყველაზე გავრცელებული საეჭვოდ ემთხვევა კვარაცხელიას გვარსა და წარმომავლობას. დავიწყოთ უფრო გავრცელებულით. ხავიერ დელამარი ამტკიცებს, რომ პარიზის სახელწოდება შესაძლოა მოდიოდეს ძველი კელტური სიტყვიდან კვარასიო. ამავე დროს პიერი ლამბერმა სიტყვა პარიზის წაკითხვა ასე სცადა. შუბებიანი ხალხი, რომელიც ძველი სიტყვიდან კვარსა მომდინარეობს. რაც შეეხება სიტყვა პარიზის წარმოშობის მეორე ვერსიას. როგორც ცნობილია, პარიზი ბერძნული მითოლოგიის გმირია. ის ტროას პრინცია. მის გადაწყვეტილებას და ულამაზეს ქალისადმის სიყვარულს ტროას ომი მოყვა. ერთხელ იდას მთაზე პარიზს ჰერას, ათენასა და აფროდიტეს თანხლებით ჰერმესი გამოეცხადა. ოქროს ვაშლი გადასცა და ზევსის დანაბარები აოწყა. ეს ოქროს ვაშლი იმ ქალღმერთისთვის მიენიჭებინა, ვისაც უმშვენიერესად ჩათვლიდა. გაოგნდა უფლისწული, მაგრამ მალევე მოიკრიბა გონება და თითოეულ ქალღმერთს გულდასმით მოусმინა. ჰერამ აღუთქვა მთელ აზიაზე მბრძანებლობა, ათენამ საბრძოლო ძლევამოსილება, ხოლო აფროდიტემ მოკვდავთა შორის ულამაზეს ელენას ქმრობა. პარისმა უმალ აფროდიტე აერჩია. გავიდა ხანი და აფროდიტეს მეშვეობით პარისმა სპარტის მეფის მენელაოსის თანამეტახტე ელენე მოიტაცა, რასაც ტროას ომი მოყვა. ამ ომში ერთმანეთს ბერძნები და ტროელები დაუპირისპირდნენ. ეს ომი დღევანდელ თურქეთის ტერიტორიაზე მოხდა. ვინ ცხოვრობდა ამ ადგილას და ვინ იყვნენ ტროელები? ბევრი მეცნიერის მოსაზრებით, მითიური ტროელები ისტორიული კოლხები, ანუ ეგრისელები იყვნენ. იმ ადგილზე ცხოვრობდნენ ერთიანი მოდგმის სხვადასხვა განშტოებები: მესხები, ანუ მოსხები, კაბადოკიელები, კოლხები, ტაოხები და სხვა მრავალი. მათ შთამომავლებად ითვლებიან პირენეულ იბერიული, ანუ ბასკური და კავკასიური იბერიული, ანუ ქართული ხალხები. ასევე მათ მონათესავედ ითვლება ჩრდილო კავკასიური ტომები. სხვები კი ამჟამად ასიმილირებულია ინდოევროპელების მიერ, რომლებიც, როგორც ჩანს, გვიან არიან მოსული ევროპის კონტინენტზე. ძველბერძენი ისტორიკოსების მიხედვით ძველი საბერძნეთის პირველი მოსახლეობა განსაზღვრულია როგორც პელაზგური, ანუ პროტოიბერიული. პელაზგები არიან პროტოიბერების ერთ-ერთი განშტოება, ისევე როგორც ეტრუსკები, კოლხები და სხვა ხალხები.
კოლხური, პელაზგური, ტროული, მინოსური სამყაროები, მონათესავე სამყაროები უпростоრეთ ერთ სამყაროს წარმოადგენენ და ეს ყოველივე აირეკლა ჰომეროსის დიად ეპოსში. ამის შესახებ უკვე ძალიან ბევრი მეცნიერი წერს. ქართველი ისტორიკოსების გარდა ამ მოსაზრებას დასავლეთში პოპულარიზებას უწევს ცნობილი ფრანგი მეცნიერი ფურნიე, რომელსაც ეკუთვნის მნიშვნელოვანი გამოკვლევა წინაბერძნულის, ანუ პელაზგურის, ანუ ქართველური შესახებ. ტროას ომი ლეგენდარულ ნაწარმოებში ილიადაში აღწერილი. ბევრი ქართველი და უცხოელი ისტორიკოსი თვლის, რომ ტროას ომში ერთმანეთს კოლხები და ბერძნები ებრძოდნენ. აი ერთი მტკიცებულება ამის შესახებ. ტროელები უხსნიან აქაველებს, რომ ისევე როგორც ადრე ბერძნებმა მოიტაცეს ქალი, ესე იგი მედეა, ამჟამად მათ, ანუ ტროელებმა მოიტაცეს ელენე. ანუ ელენი კოლხების მიერ არის მოტაცებული. ანუ გამოდის, რომ ტროელები და კოლხები ერთი და იმავე მოდგმის ხალხია და მთელი ხმელთაშუა ზღვის აუზის და მცირე აზიის მოსახლეობის დიდი ნაწილი ამ მოდგმას ეკუთვნის. კიდევ უფრო მეტიც, ტროას ომის უდიდესი გმირი აქილევსი წარმოშობით პელაზგია, ესე იგი ქართველური მოდგმის წარმომადგენელი, ხოლო აგამემნონი და მენელაოსი წმინდა ელინური წარმოშობის ადამიანები და ელინური სამყაროს წარმომადგენლები არიან. ანუ ტროა ეს არის პროტოქართული სამყარო, ელინური სამყარო კი აქაველებია. ახლა კი ეს ყველაფერი ხვიჩაკვარაცხელიას დაუკავშიროთ. შესაბამისად გამოდის, რომ ტროას ომში ერთმანეთს ძველი ბერძნები და ძველი მეგრელები დაუპირისპირდნენ. ძველი ეგრისელების უფლისწული კი სწორედ პარისი იყო. კოლხებიც და იბერებიც სწორედ იმ ომში დამარცხდნენ და ალბათ სწორედ მაშინ დაიწყო მათი გაყოფა. ნაწილი კავკასიაში, მეორე ნაწილი კი ევროპაში დარჩა. და იქნებ სწორედ ამას უკავშირდება მეგრული ენის მსგავსება ბასკურ ენასთან. კოლხურ იბერიული კულტურის მსგავსება ბასკებთან და კორსიკელებთან და კავკასიელი ეგრისელი ხვიჩაც იქნებ აქაურ და იქაურ კოლხებს აერთიანებს. ამ თემაზე ტროელებისა და კოლხების მსგავსებაზე ჩვენ უფრო სერიოზულად სხვა ვიდეოებში ვისაუბრებთ. მანამდე კი წარმატებები საქართველოს ნაკრებს და ხვიჩას. გამარჯობა კი ვუსურვოთ ქართველ ხალხს, რომელიც ღირსეულ ევროპულ ოჯახში დასაბრუნებლად ძველი კოლხური ხარივით, თელი მონდომებით იბრძვის.